ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 53 შემთხვევა საქართველოში. ნოემბერში თვეში ამ კუთხით კახეთი პირველ ადგილზეა. 30 სამართალდარღვევა სწორედ კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს. ქვეყნის მასშტაბით ჯამში ამოღებულია უკანონო მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 91 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს საქმიან ეზოებში დასაწყობდა. ნოემბრის თვეში ყველაზე მეტი გამოვლინება იყო კახეთის რეგიონში და კერძოდ ეს არის ახმეტ და თელავი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები. ქონდა ჩვენ ბრაკონიერებთან ბრძოლის ღონისძიებები დაგეგმილი. ამაში ძალიან გვეხმარება ეროვნული სატყეო სააგენტო, რომელმაც გადმოგცვა ჩვენ დრონები და ფოტოხაფანგები და რის საშუალებითაც ჩვენ პრევენციულად და ძალიან სწრაფად ვახდებთ ბრაკონიერის გამოვლენას და შემდგომ უკვე მის დაჯარიმებას. ჩამორთმეული ხე-ტყის განთავსება მიმდინარეობს კახეთის რეგიონის საქმიან ეზოებში, რომელსაც შემდგომში უკვე უკეთებ რეალიზაციას კერძოდ პირდაპირ მიყვების წესით ყიდულობს მოსახლეობა და ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციებში შეგვაქვს ზამთრისთვის რომ მომარაგდნენ. ეს არის საზღვრის დაცვის დეპარტამენტი არის, ბაღები არის, სკოლები არის და ასე შემდეგ და სხვადასხვა აიპები არის. რაც შეეხება ახლა ხე-ტყის უკანონო ჭრას, ჩვენ ხვდებით ხოლმე მოსახლეობას უხსნით თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ხე-ტყის უკანონო ჭრამ და ასეთ საგანმანათლებლო მიმართულებითაც მუშაობთ ხოლმე. თუმცა გვაქვს რიგი შემთხვევები, აგერ ნოემბრის თვემაც საჩვენა რომ საკმაოდ მაღალი არის კახეთის რეგიონში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები. თუმცა ჩვენ მუშაობთ ამისთვის და მიმდინარეობს აბსოლუტურად ყველა ბრაკონიერის გამოვლენა და შემდგომში დაჯარიმება.